გავაკეთებინა Nintendo-ს მსგავსი კონსოლი და თავიდანვე ჯუნიორის მომზადების საგანეო ხანაში. ეს იყო ნებისმიერი, რომ გავაკეთებინა Raspberry Pi-ის დახმარებით, მაგრამ შემდეგ პრეზენტაციაზე მომხდარა ისეთი იდეა, რომ Raspberry-ს ნაცვლად გამოვაყენებინა რამე ტელეფონის დედაპოტა. Там ჩვენს რამაც გავაწყვეტეთ, რომ გავყავდით ამ იდეას, რამდენიმე ტელეფონი, ორი ტელეფონი მოხსოვდება და ერთი ჩვენ დავამატეთ. პირველად დავიწყეთ ეს მოდელიც თავიდან შექმნით განსხვავებული ახლა, მაგრამ დაახლოებით ეს უნდა ყოფილიყო. ეს იყო თავდაპირველი იდეა. თავიდან მქონდა Samsung Galaxy S5-ის S5 ტელეფონი და პირველ შვიდით ტელეფონს მეძავით ასავლეთ და ფენით რომ შვიდით და უკვე რომ ეკრანი რომ დაავაძროთ, ცოტა უხეშად მოგვხვდა ხელი და თაში გავახუჭეთ. თაში რომ გავახუჭეთ, ADB-ით რა დავუკავშირეთ ლეპტოპს, იმიტომ რომ თაში უჭირდა უმეტეს რომ რაღაც USB დელოგი ჩართო, თან ლეპტოპზე შეერთებული ქონდეს და თან მაუსიც შევაერთებ და ვებქენით მოკლედ. სხვა ეკრანით რო ვიყავით, რომ მაგ დედაპოტაზე შევაერთებინა და დედაპოტამის გამო ვაყენებინა და მოკლედ ამის გამო ეს ტელეფონი აღარ გამოვყენეთ. მეორე ტელეფონი იყო Huawei-ის, Huawei-ის ტელეფონი იყო თორსი. მაგრამ ამ საერთოდ შეიძლება ვერც მივხვდით რა შეიძლება, საბოლოოდ დამწვარი იყო დედაპოტა. ამიტომ ესეც აღარ გამოვიყენეთ და მესამე იყო უკვე Samsung Galaxy J3 2019 წელს. ხო, ყოველდღე ჯანსაღი კუთხით ეს ტელეფონი იყო, მაგრამ Galaxy S5-ს ბევრი მეტი შესაძლებლობა ჰქონდა და ბევრი უფრო გამოვიდა სავარაუდოდ, ვიდრე ეს. ანუ ამ ტელეფონზე ბექამ ისე ქნა რომ ჩათვის გელობის დროს ეშოვა ჩვენი აპლიკაცია, რადგან UI-ზე მოკლედ ჩვენი UI-ზე დავწერა. ყველაფერი გაკეთებული ჰქონდა, უბრალოდ კონტროლერით ავაწყვეთ და Bluetooth-ით დავაკავშირეთ, თავიდან ძალიან დიდი delay ჰქონდა და რაღაც ერთდროულად და ხო, ერთდროულად დაეჭერდი რაღაც რამდენიმე წამის მერე ხდებოდა ტელეფონი, მაგრამ მოკლედ ეგეც შევამცირეთ, დავუკავშირეთ Bluetooth-ით, მაგრამ აი ძალიან basic თამაში რა Snake გავფიქრე პირველი, ხო, ძალიან სუსტი გრაფიკა ჰქონდა. მოკლედ ანუ ვერ მოახერხა ისე რომ ეს ნახევარი რამე ჰქონდა უბრალოდ მახსოვს, ვერ მოახერხა ისე რომ თან Bluetooth-ით დაკავშირებული ყოფილიყო და თან თამაში გაერთო. მოკლედ და იქ თამაშობებს კი ჩართავდი. ანუ თვითონ გამოსახულებას ანზარებდა და საერთოდ შევიდა ტელეფონი. ამის გამო თან ახლა არის სექტემბრის დასაწყისი. თან ამის გამო ვერ ვაგზავნებდით პროექტს. ანუ მოკლედ ბოლოს რაზეც მივედით გადაყვეტილებამდე სექტემბრის ბოლოს 7 ოქტომბერს წერთ Google Docs-ს, რომ აი არ გამოდის ასე და ახალი ნაწილები გჭირდება Raspberry-თვის. Raspberry-ს ვითხოვეთ თავისგან, ანუ არც ერთი ნაწილი არ მქონდა, რაც ბათონების გარდა რაც საჭირო იყო. და Raspberry ვითხოვეთ, რაღაც პატარა ნაწილები რაც თბილისში შეგვეძლო გავიყიდეთ და Pi-Sugar-ი ანუ ბატარეა, რაც გვჭირდებოდა და display გამოვიყავთ ხო და ჩამოვიდა გუშინ წინ. ხო, მაგრამ ჩამოვიდა Raspberry 3-ისთვის ეს display და ანუ ჩვენები გადამყვანი ანუ Raspberry 2 აქვს micro HDMI და ანუ ესეთი გადამყვანი მოყოლა, მაგრამ ძალიან კომპაქტური, რომ წესით უნდა ჩატარული იყო ჩვენს კონსოლშიც. ანუ ეხლა ძალიან ისე არის ჩაჭედილი იყო ყველაფერი შეძლებს დაგვარად. და მოკლედ ეს გადამყვანი ამ ხელა მაგიტყავთ, რომ არასწორი display ჩამოვიდა და მას მეტი ამასთან შიგნით ვერანაირად ვერ ჩავდეთ. ანუ display თავის პატარა გადამყვანი მოყოლა და ორი ანუ HDMI მიდოდა და ერთი HDMI და რაც ჩამოვიდა იყო ორი HDMI. მე პატარა გადამყვანი არის ახლა. მე პატარა გადამყვანი ვიყიდი, მაგრამ მე ეგის კორპუსი და გამოდიოდა და ზოგადად მე კამერით გავაკეთე. ხო, ეს ყველაფერი ავუწყეს წუხელ. სამი საათის წინ მოვშით პროექტში. და ესენი არის ძირითადი პროექტები, ნაწილები, რაც შიგნით გვაქვს ჩატენილი, ანუ თელაი ჩატენილი არის. Raspberry მთავარი სადაც RetroPie გაშვებულია. Gallery
რამდენიმე თამაში გვაქვს ჩაწერილი, ერთი კენი, ჯეტი აქვს ვაისი. კონტროლერი თავი, ან პროექტი თავი ვეკა შეყარე ხო? ჩაო კიბოი. ან ის დამჯერა გვინდა და ჯოისტიკის დამჯერა გვინდა და არა ცალკე ის გვინდა და ცალკე გვინდა და ჯოისტიკის ADC ხო, ანალოგური სიგნალს ხოლმე და კონვერტერი ჭირდებოდა. ხო, მაგრამ ხო ვერ მან მოგებლავში ვერ ყავს და ამიტომ აღარ ჩავამეტეთ, ნუ რომც ქონდა და სავარაუდოდ დავატოვეთ ყველანაირად ჯოისტიკს, მაგრამ მოკლედ ხო, გვაქვს აი შუგარი, რომელიც ყვავს Raspberry-ს, გვაქვს 5-ინჩიანი display, LCD ეკრანი, Raspberry 3-ისთვის და თან ცოტა სკეილი არის და საკმაოდ ადგილი მიაქვს. დავპრინტეთ მოდელები და თან გუშინ რომ დავატოვით გადავაძნესავით, რომ აი რაღაც ნაწილები მოვაშორე, შეიძლება ვარსაც შეიძლებოდა. და ჩამოწაულიყო რამენერეზე კულერის დამატება გვინდა და 5 ვოლტზე მოვწერთ 5 ვოლტში და კულერს. და უნდა ჩაგვემატებინა, მაგრამ ადგილი აღარ იყო. და ხო, ეს არის ბავშვი. ჩამოგვატარები. ყველაზე მძიმე რა თამაშს უშუალოდ. თუ ეგრე არ დავხარეს. აუ ეგრე ადასტულია, ალბათ ჯეტი აი. გაიშვება? კი. სანდრიოსი არა. მოიჩაჩა. თამაში მე. მაგრები ხართ რომ ვასწრეთ. შვიდზე გავედით ეს. და მორალი ის არის რომ მე დაზვიაც არ უნდა მოგვისმინოთ ყოველთვის. ისინი ერთის გასული. ერთი წლით უკან დაგხიეთ. რაღაც გამოსწრება აღარ უნდა შევეხოთ ტელეფონებზე. არა, რატო? იმის ფაქტი რომ დაგიწვიეთ ყველაფერი ერთი მუშაობდა, მე მემორისაც რომ დავამატებდი, ის ირთვირთვებოდა და ვიოს ერთად მე აი ნებისმიერი თამაში და PSP-ს PlayStation-ს რომელსაც კიდე ხო? PlayStation-ს ტეკენი გვაქვს ჩაწერილი და ეს Raspberry ტეკენი ჩავს. ესენი ისაც ქონდათ გამოტანილი, თუ როგორ მოახერხეთ რომ აი გარეთ რო ერთ ამოჭერით. არ ვაკულერიც უნდა ქონოდა, აქედან გაგილებაც იქნებოდა. სკები. და ის ეკრანი აქაც ჩაჭდებოდა. კი, აქაც ჩაჭდებოდა, კი. კაი. ასკები. უჩერა. აუ. აცი.